კახეთში ატმის რეალიზაციის პრობლემაა დაპირების მიუხედავად ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ერთი ნაწილი პროდუქტს არ იბარებს. პროდუქციის ექსპორტის გაორმაგებული მაჩვენებლის ფონზე რეგიონში სამრეწველო ატამი ფუჭდება. გლეხები უხვიმოსავლის გასაღებას ახლა გორში ცდილობენ, თუმცა წამგებიანი პირობებით. კახელ გლეხებს კვლავ ატმის ჩაბარების პრობლემა აქვს. სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას ჩამბარებლისგან დაწუნებული პროდუქტი უფუჭდება. სამრეწველო ანუ უხარისხო ატმის ჩაბარება კახეთში ქართული ხილის კომპანიას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა დაეწყო. ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს 9 მილიონიანი თანადაფინანსებით 5 წლის წინ აშენდა, გლეხებს უხარისხო ატმის ჩაბარებას ივლისის დასაწყისში პირდებოდა და დღემდე არ დაუწყია. იყო 20, 35 თეთრი, 40 თეთრი, 50-იც იყო. მაგრამ ეხლა აღარ არის. მე თვითონ ნახევარი უნდა გავკაფო რა, იმ ადგილზე ვარ. იმიტომ რომ ხარჯების ფულს ვერ ვიღებ, თორე რა ვქნა. არა, კიდევ იწევალ პებაო, ჩამოდის დავახიდან. ფასი არა აქვს, ყიდველი არ არის. ხარჯის ფულს ვერ ვიღებ, არავის არ უნდა, მუქთად უნდა ყველას. ალტერნატივა კახელი გლეხებისთვის ატმის გორში ჩატანაა. კულას ქარხანა ივლისის დასაწყისში გლეხებს კილო ატამში 45 თეთრს და შესაბამის ხელშეკრულებებს თავაზობდა. თუმცა მაშინ ბაზარზე ატმის ფასი 60 თეთრამდე იყო და საბოლოოდ გლეხებმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. დღეს როცა უკვე უხვიმოსავალია, სამრეწველო ატამს კულა 25 თეთრად იბარებს, რაც დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად კახელი გლეხებისთვის წამგებიანია. ჩვენ შევთავაზეთ 45 თეთრით დავიწყეთ, მაგრამ იმ პერიოდში არ მოხონდა და მე ფასი დაიწია და დადგა 25-30 თეთრის ფარგლებში. ბაზარმა ეს ფასი დაადგინა და ზოგს უღის, ზოგს არ უღის. ორი თვის მონაცემებით ექსპორტზე ქვეყნიდან სულ 8000 ტონაზე მეტი ატამია გასული. შარშანდელთან შედარებით მონაცემები გაორმაგებულია. ქართული ატმის გასაღების მთავარი ბაზარი კი კვლავ რუსეთის ფედერაცია, რომელზეც ექსპორტის 78% მოდის. მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტირებული ატმის მხოლოდ 17% გავიდა. უფრო მცირე რაოდენობით ექსპორტი უკრაინასა და ყაზახეთში ხორციელდება. ცალკე ვედროებით, ცალკე ასე ვთქვათ ხელისურიკებით ატამი უკვე ვეღარ გაიყიდება. საქართველოში ეს ეტაპი მთავრდება. გლეხების არაორგანიზებულობას და ჭარბმოსავალს აბრალებენ შექმნილ ვითარებას სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებაში გლეხებს კვლავ კოოპერატივებში გაწევრიანებას ურჩევენ. დღეისათვის ქვეყანაში სხვადასხვა დარგში 1500-მდე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივია, მათგან კახეთში 160-მდე, თუმცა მათ შორის ცალკე ატმის რეალიზატორების არც ერთი. მეწარმეც ფერმერიც ყველა თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, ეს გარკვეულწილად ქმნის როგორც მოგების, ისე გარკვეულწილად ზარალის შესაძლებლობას, მაგრამ სწორედ მაგიტომ მოუწოდებ მე კახელ ფერმერებს, რომ გამორიცხონ მომავალში კვლავ ესე მეხსეულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულება, აქედანვე შექმნან კოოპერატივები, გაერთიანდნენ, შეძლონ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ როგორც შიდა მყიდველებთან, ისე გარე იმ ექსპორტიორებთან. კოოპერატივები სახელმწიფოსგან იღებენ ფინანსურ შეღავათებს. გაერთიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომია საკრედიტო რესურსი, მის წევრებს კი ნაკლები ხარჯი აქვთ, რადგან დანახარჯებიც და რისკებიც რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება. შემსყიდველი უპირატესობას ერთ მიმწოდებელს ანიჭებს და კოოპერატივსაც უფრო მეტი რესურსი აქვს საკმარისი პროდუქტი მიაწოდოს მას, ვიდრე ერთ ფერმერს. დღეის მდგომარეობით საქართველოში ყველაზე მეტი 334 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია რეგისტრირებული.